გიორგი თარგამაძის შესახებ ახლა რომ იგდებს ხალხი ბეჭს, როგორი სასაცილოა, რაღაცნაირად სამხიარულოც კი. მიშას რეჟიმის დროს იმედის დარბევიდან 2 დღეში არც ერთმა დეპუტატმა და მიშას თვალისჩინმა არ დამიდეს ტურა ექსკლუზიური ინფორმაცია თარგამაძის იმედიდან გაყვანის შესახებ. არადა შავი თეთრზე დავწერე ალიაში ის, რასაც ახლა რეჟიმთან მებრძოლი ხალხი პირველად ისმენს. მე ისიც დავწერე, ვინ გაიყვანა იმედიდან თარგამაძე და მისი კასტუმები. არ მიყურებია კომისიის ხდომისთვის და რაო. დაასახელეს ის პირი, ვინც თარგამაძე გააცილა თუ არა, რა კი არ ვიცი, ამჯერად მაინც თუ დაასახელეს გამცილებელი, ამიტომ მე გავიმეორებ ალიაში ერთხელ უკვე ნათქვამს. თარგამაძე იმედიდან კოდუამ გაიყვანა და ეს დავწერე იმედის დარბევიდან 2 დღეში. ასევე ალიაში გამოაქვეყნე ნონა გაფრინდაშვილის წერილი. ესეც ექსკლუზივი იყო, რომელიც მან ბადრი პატარკაციშვილს გაუგზავნა და სადაც ქალბატონმა ნონამ შავი თეთრზე დაწერა, რა კაციც იყო თარგამაძე. ჩააყენეს საქმის კურსში ბადრი და ბადრიმ, მიუხედავად ამისა, რატომ აირჩია თარგამაძე, ამას ახლა ვერავინ ჰკითხავს. თარგამაძე რა კაციც იყო, იმ რეჟიმის დროს თქვა ლალი აფიციალურმა ალიაში. ესეც მე დავწერე. ახლა რატომაა ხალხი ამომხტარი ამ მართლა გასაოცარი დემოკრატიის დროს? ახლა უადვილდებათ ხომ წერაც ლაპარაკეთს? ხო, აი ამაშია საქმე. არა რა, 1000 გზის თქვი ხმას არ ამოვიღებ მეთქი და მაინც ვერ ვისვენებ. ხო, იმედის დარბევიდან 2 თვეში დარბეული და მიტაცებული იმედის ყოფილმა ჟურნალისტებმა ახალი წელი ერთ-ერთ რესტორანში სოსოთოფურიძესთან ერთად რომ აღნიშნეს და ფოტოები ოდნოკლასნიკებში გამოფინეს წარწერით გვახსოვს ნოემბერი, ის ჟურნალისტები ახლა სად არიან თუ იცით? ჯვარს გამაკრეს მაშინ ამ მასალის დაწერის გამო ცალკე ჟურნალისტებმა, ცალკე დეპუტატ თვალისჩინებმა. არადა თურმე რა ადვილია ახლა თქმა და დაწერა. წერს ჟურნალისტი დარაჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში.